მოგესალმებით. დღეს ორშაბათია და რა თქმა უნდა ტრადიციულად სოფლიო როგორც ასეთის დროც მოვიდა. ეხლა ვართ ალექსი ბუკა-პეტრიაშვილი და BMG-ს გუნდთან ერთად გიამბობთ და თქვენთან ერთად განვიხილავ ყველაზე ცხელ და ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს, რომელიც ხდება სოფლიოში, სოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიღმა, რა თქმა უნდა. სერიოზული ინტერესი და ყურადღება მესმის გასაგებია სოფლიო ჩემპიონატისკენ, მაგრამ სოფლიო პოლიტიკაში არანაკლებ მაღალი ტემპერატურაა ვიდრე კონკრეტულად ევროპის ქვეყნებში. მძიმე სანახავია ნამდვილად ის, რასაც ჩადის მე რამდენი დღეა უკვე და მიყოლებით რუსეთი, როგორ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას კლავს, მშვიდობიან მოსახლეობას პირდაპირ ბომბავენ იმ საცხოვრებელ სახლებს, სადაც ცხოვრობენ უკრაინის მოქალაქეები, გუში ღამეთ, იმის წინაც იყო უმძიმესი თავდასხმები, დარტყმები, რაკეტების გამოყენებით ძალიან დიდი რაოდენობის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენება, ისევე როგორც დრონები. და ეს ყველაფერი მიმართული არის უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორებისკენ. პრეზიდენტი ზელენსკი მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ კიდევ იქნება ასეთი ტიპის დარტყმები და არ უგულებელყონ ეს გაფრთხილება და რადარის გამოცხადება, რომ არის განგაში და ამ განგაშის უარყოფა და უგულებელყოფა იწევს მერე ცალკეულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი მოუწოდებს მოკავშირე სახელმწიფოებს, რომ დაუყოვნებლივ, გადაუდებლად მიაწოდონ მაგალითად პეტრიოტის რაკეტები, პეტრიოტის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტები, იმიტომ რომ მათი დეფიციტი არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რომ ასეთი მასიური და ასეთი მასშტაბური არის ზარალი, ზიანი და დარტყმები, რომელსაც რუსეთი აყენებს უკრაინის მოსახლეობას, მშვიდობიან მოქალაქეებს. მათ იციან ეს კარგად რუსებმა, რომ ვერ იგერიებს რაკეტების დეფიციტის გამო უკრაინა ვერ იგერიებს და ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებაზე არის გაძლიერებული, რათა ფსიქოლოგიური ტერორი და წნეხი მოუწყოს უკრაინის მოქალაქეებს. ეს საკითხი ისევე როგორც ბევრი სხვა საკითხები ცხადია და განხილული იქნება ნატოს სამიტზე, რომელიც ოფიციალურად იწყება ხვალ გასტანს 2 დღეს და გაიმართება ანკარაში, შედგება სადილი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელით, სადაც მონაწილეობას ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე მოსალოდნელია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მონაწილეობა, დადასტურებულია ეს მონაწილეობა, საგარეო და თავდაცვის მინისტრების დონეზე ასევე იქნებიან და არიან მიწვეული და მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის, ავსტრალიის და სხვა მოკავშირე ქვეყნების შესაბამისი მინისტრები, ხოლო 8 რიცხვში უკვე იქნება დილიდან ოფიციალური განცხადებები, ოფიციალური ნაწილი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სხვათა შორის ამ სამიტზეც როგორც წესი ნატოს სამიტებზე წინასწარ ხდება ფაქტიურად ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ტექსტის, დეკლარაციის საბოლოო ტექსტის შეთანხმება და ახლა მიდის ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები და როგორც ჩანს ლიდერებს ასევე მოუწევთ ადგილზე მოლაპარაკებების წარმართვა. პრეზიდენტი ტრამპი მიიღებს მონაწილეობას, პრეზიდენტი ტრამპი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, შეხვდება სხვა ლიდერებსაც, ასევე მონაწილეობას იღებენ ევროპული კავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიანი, ასე რომ ძალიან სერიოზული სამიტია. ამ სამიტს აქვს სხვა დატვირთვაც, რა თქმა უნდა, გარდა უკრაინისა, თავად სამიტისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება, იმიტომ რომ ირანში
ამერიკის შეერთებული შტატების საომარი მოქმედებების განხორციელების შემდეგ დონალდ ტრამპმა შეიძლება იქ გაახმიანოს ის თავის პრეტენზიები და წყენა და გულისტკივილი, რომელიც მანამდეც გამოხატა ევროპელების პასიურობის გამო. ეს თემა იქნება აუცილებლად განხილვის საგანი, ისევე როგორც იქნება დაფინანსების გაზრდა. თავად ანუ გაზრდაზე შესრულება ამ გაზრდილი დაფინანსების როგორ მიდის ევროპელების მხრიდან მათ მიერ ნაკისრვალდებულებების შესრულება იცით რომ გაიზარდა 2%-დან ჯამში 5%-ია, მაგრამ 3.5 უნდა იყოს კონკრეტულად თავდაცვაზე გამოყოფილი თლიანში და პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტიდან. ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც განხილული იქნება ნატოს სამიტზე, ორი და ყველაზე მართებული იყო დღეს მოგვეწვია ჩვენი კოლეგა, მეგობარი, დიპლომატი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ნატოში საქართველოს მისიის წარმომადგენლობის და იქ მუშაობის სპეციფიკა იცის ძალიან კარგად, მონაწილეობდა სამიტების მომზადებაში, ორგანიზებაში და ძალიან კარგად იცის ნატოში და სამზარეულო. თორნიკე ფარულავა არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. თორნიკე, მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ შეძლებთ ჩვენი გადაცემის სტუმრობა. ძალიან საინტერესოა შენი პროფესიული ესე ვთქვათ, ცოდნის გაზიარება ჩვენი მსმენელი და მაყურებლისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თორნიკე, რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტიდან, რა იქნება? იქნება თუ არა ჯერ ესეთი დიდი გადაწყვეტილებები, იქნება თუ არა თემები, რომელიც გადაფარავს ამ დიდ გადაწყვეტილებებს და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ამ სამიტს თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის პირველ რიგში. კი ბატონო. ესე იგი ნატოს სამიტები დასაწყისში ბრძანენ რომ ყველაფერი წინასწარ თანხმდებაო. ნატოს სამიტები ასეთი იყო წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ დიპლომატები სამუშაო დონეზე ვათანხმებდით თემებს და პირველი პირები შემდგომ სამიტზე იკრიბებოდნენ და ამას ბეჭედს უსვამდნენ ხოლმე. ბოლო წლებია ეს ტენდენცია შეიცვალა. ეს ტენდენცია შეიცვალა და უფრო და უფრო ნაკლები თემაა ხოლმე წინასწარ ცნობილი. და უფრო მეტი დისკუსია იმართება სამიტის გამართვის ქალაქში და იქ ადგილზე უფრო მეტი მსჯელობა არის ხოლმე. ამიტომ რაღაც პროგნოზები ძალიან რთული გახდა. ანკარის სამიტი ამ კუთხით იქნება გამორჩეული. იმიტომ რომ კონტექსტი, რომელშიც ანკარის სამიტი ხდება, არის ძალიან თავისებური, საკმაოდ დაძაბული, შეიძლება ითქვას ყველაზე დაძაბული ალიანსის პოსტცივი ომისეულ პერიოდში. ძალიან ბევრი მდგენელია მაგიდაზე, ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ატლანტიკის აქეთა და იქითა ნაპირზე პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზოგადად ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადიდან გამომდინარე ჩვენ მივეჩვიეთ ერთ რამეს რომ როდესაც ბატონი ტრამპი ჩამოდის ნატოს სამიტზე ეს სამიტი არ იქნება ორდინალური სამიტი. ეს სამიტი არ იქნება სამიტი რომელსაც პროტოკოლი გაწერს და შემდგომ სახელმწიფო მეთაურები გაყვებიან. ეს იქნება განსხვავებული სამიტი და ну ამის გამოცდილება გვაქვს წინ პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდშიც მაშინ საქართველოც კი მაგიდასთან იჯდა ხშირ შემთხვევაში და პირადად ვიწვნიეთ საკუთარ თავზე როგორია ბატონი ტრამპი მისი აქტიური დიპლომატიის ფაზაში როდესაც ის არ ერიდება ღია საუბარს ღია თანხმოვანებს პრეტენზიებსა თუ პრობლემებს და სტანდარტული დიპლომატიური წესჩვეულებებისგან განსხვავებით ძალიან ღიად გამოთქვამს თავის აზრს და მე მგონია რომ ანკარის სამიტი ამ კუთხით იქნება არ იქნება გამონაკლისი პირიქით იქნება კარგი მაგალითი ამისა. ფიქრობ რომ საბრძოლო განწყობით მოდის და იქნება ცხარე საუბრები და განცხადებები?
ამის ფიქრის საფუძველს იძლევა ყველაზე მეტად ბოლო თავდაცვის მინისტერიალი. თავდაცვის მინისტერიალი, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრება ბრიუსელში. დიახ. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან საინტერესო მინისტერიალი. თავდაცვის დივანმა, უკაცრავად, ომის მდივანმა ჰექსეტმა მოითხოვა გახსნით ნაწილში სიტყვა, ანუ ჩვეულებრივ ესე არის ხოლმე, რომ მინისტერიალის გახსნისას გენერალური მდივანი ამბობს სამწუთიან სიტყვას, რომელიც ღიაა პრესისთვის, მერე ის ოთახი იხურება და იქიდან სიგნალი არ გამოდის არანაირი. დიახ. და ძალიან დიდი რესურსი იდება ამაში, რომ იმ ოთახში რაც ხდება, ის გარეთ არ გამოვიდეს. მდივანმა ჰექსეტმა ითხოვა სიტყვა გენერალური მდივნის გახსნითი სიტყვის შემდგომ, რაც პრაქტიკულად უპრეცედენტოა, ძალიან იშვიათად ხდება ესა. ერთადერთი შეიძლება სამიტების დროს მოხდეს ხოლმე და მასპინძელმა ქვეყანამ პატარა გახსნითი ნაწილი გააკეთოს სამიტის დროს ღია ნაწილში. ისე ეს არ ხდება. დიახ. სამუშაო თავდაცვის მინისტერიალზე ეს არ ხდებოდა ხოლმე ასე. ომის მდივანმა საკმაოდ ხანგრძლივი სიტყვით მიმართა მოკავშირეებს და ეს სიტყვა გახსნილი სპეციალურად იყო. მას უნდოდა რომ ეს გზავნილი გასულიყო გარეთ, გასულიყო საჯაროდ და საჯაროდ გამხდარიყო ცნობილი იმის შესახებ თუ რა პრეტენზიები აქვს ამერიკას, აშშ-ს, ნატოს, ევროპელ წევრებთან და კანადასთან. თავდაც ომის მდივნის სიტყვაში იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იყო საუბარი თავდაცვის დანახარჯებზე და ამ 5%-იან ზღვარზე, რომელიც ჰააგის სამიტმა დააწესა. და 5%-ამდე ჯერ ყველას თითქმის ბევრი უკლია, განსაკუთრებით ევროპელ მოკავშირეებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსენსუსი უკვე შემდგარია 5%-ზე. 5%-ისკენ სვლა იწყება, მაგრამ ამერიკას უნდა რომ ეს სვლა იყოს ბევრად სწრაფი ვიდრე დღეს არის. ამერიკის მიზანია რომ ევროპაში თავდაცვის დანახარჯები ბევრად უფრო მაღალი ტემპით ავიდეს 5%-ამდე, მთლიანი დანახარჯი overall defense spending-ს რაც ეძახიან. ნუ იქ სამნახევარი კონკრეტულად თავდაცვის ხარჯებზე და დანარჩენი მომიჯნავე დარგებზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომიჯნავე დარგები, ჩვენ არ უნდა ვიგულისხმოთ ვიფიქროთ ისე როგორც ადრე ვფიქრობდით რომ კონვენციური თავდაცვის თუ შენ საჭირო რაოდენობის ტანკი, რაკეტა და საზენიტო სისტემა გექნება, შენ თავს დაიცავ. თანამედროვე ომმა, განსაკუთრებით ომმა უკრაინაში და განსაკუთრებით რუსეთის ჰიბრიდულმა მიდგომა ომისადმი გვაჩვენა რომ თავდაცვის შესაძლებლობების განუყოფელი ნაწილია მედეგობის შექმნა ქვეყანაში. ეს იწყება საზოგადოებრივი მედეგობიდან და მთავრდება სახელმწიფო სისტემების მედეგობამდე, რა ვიცი, ლოჯისტიკიდან დაწყებული, კავშირგაბმულობით დამთავრებული, ყველაფერი უნდა იყოს მედეგი იმისთვის, რომ ასიმეტრიული, არაკონვენციური საფრთხისთვის ქვეყანა იყოს მზად. ამიტომაც ის 5%-ის შიგნით, რაც არის მომიჯნავე დარგები, რომლებიც თავდაცვასთან დაკავშირებულ enablers, რასაც ეძახიან, რაც არის ის თემები, რომელიც თავდაცვის ძალებს საშუალებას აძლევს ეფექტურად შეგაართვას თავი მის წინაშე არსებულ ამოცანებს, აი ეს ხარჯები ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანია რომ აქამდე აიყვანოს, რაც შეიძლება სწრაფად. კი, თავად ევროპა და სხვა წევრი ქვეყნები თუ არიან მზად ვადევნებთ თვალყურს ხო, რომ ევროპელები ინდუსტრიის, სამხედრო ინდუსტრიის აქტივაციას და ესეთ სერიოზულ, ესე ვთქვათ, ენერგიულად შეუდგენ ამ წარმოების გაძლიერებას და გაზრდას რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან თემებში, გარკვეულ მნიშვნელოვან თემებში. ევროპული ინდუსტრია ვარსაც კი ამბობს და ევროპელი ქვეყნები ვარსაც კი ამბობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე იქნება ეს თვითმფრინავები, იქნება ეს რაკეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მაგრამ თუ არის მზად თავად სხვა წევრი ქვეყნები რომ ესეთი ტოლსწორი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანაბარზომიერად იყოს ამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქმედუნარიანობაში და თავდაცვნარიანობის განმტკიცებაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს საკითხი იქნება ანკარის სამიტის ერთ-ერთი, აი სამი პრიორიტეტი რო გამოვყოთ, ერთ-ერთი იქნება თავდაცვის ინდუსტრია. სამიტის უპრეცედენტო რამე ხდება, სამიტის პრაქტიკულად დღის წესრიგის ნაწილი არის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი. რაც აქამდე არადროს არ ყოფილა, ხო? ეხლა თავდაცვის ინდუსტრიასთან დიალოგი ინდივიდუალურად ყველა ქვეყანას რა თქმა უნდა ქონდა, მაგრამ დღეს სამიტი პრაქტიკულად სამიტის დღის წესრიგის ნაწილია თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი, რომელზეც იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნები და ევროპული და ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის ლიდერები. მიზანი არის სწორედ ის, რაც აღნიშნე, რომ მიზანი არის ის, რომ აი ეს როდესაც გაიზრდება ეს თავდაცვის ბიუჯეტირება 5%-მდე, თუნდაც 3.5%, თუნდაც 2%-მდე, ეს ნიშნავს, რომ ფული უნდა გარდაიქმნას კონკრეტულ შესაძლებლობებად. ანუ ეს დანახარჯები უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ შესაძლებლობებში ევროპული ქვეყნებისთვის. ამისთვის საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის ძალიან მნიშვნელოვანი გაძლიერება, იმიტომ რომ ცივი ომის დასრულების შემდგომ სამწუხაროდ ევროპაში თავდაცვის ინდუსტრიამ დაიწყო დაღმასვლა. სერიოზული. ბუნებრივი მიზეზი ჰქონდა ამას, ანუ მარტივი ეკონომიკური პროცესია, მოთხოვნა თუ არ არის, მიწოდება არ ზრდის წარმოება. სწორი იყო თორნი, როგორ ფიქრობ? არასწორი იყო არა თავდაცვის ინდუსტრიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, არამედ არასწორი იყო ის ნაბიჯი, რომლებიც წევრმა ქვეყნებმა გადადგეს თავდაცვის შესაძლებლობების შემცირებისგან. ამას გულისხმობდი ზუსტად. ამან გამოიწვია თავდაცვის ინდუსტრიის შემცირება და ზომაში დაკლება. იმიტომ რომ თუ არა თავდაცვის ინდუსტრია ძალიან სპეციფიური ინდუსტრია, თუ ჯარმა არ იყიდა, სხვა ვერავინ ვერ ყიდავს ამას. აი ეს არ არის რაღაც რკინის ინდუსტრია, ან რა ვიცი მე, მანქანათმშენებლობის ინდუსტრია, სადაც გახვალ სხვაგანიშოვი, ანუ და გლობალურადაც ტენდენცია ბოლო 20 წლის განმავლობაში ისეთი იყო, რომ ნუ თუ არ ჩავთვლით რუსეთს და ჩინეთს, გლობალურადაც კლებადი იყო თავდაცვის დანახარჯები და აქედან გამომდინარე ინდუსტრიამ ბუნებრივი ნაბიჯი გადადგა, შეამცირა საწარმოო სიმძლავრეები. და დღეს აღმოჩნდა, რომ რუსეთი ერთ დღეში უფრო მეც გაისვრის, ვიდრე ევროპული ქარხნები მთლიანად ერთად აღებული აწარმოებს. ძალიან სახიფათო და მძიმე მონაცემი. რუსეთთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოვისმინე, რომ ვლადიმერ პუტინს შეიძლება და ძალიან სერიოზული უწყებები ევროპული ქვეყნების და წყაროებიც ამბობენ, რომ პუტინი შეიძლება წავიდეს პროვოკაციაზე. ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს მაგალითად პოლონეთს, რომ შეიძლება შემოდგომაზე პუტინი წავიდეს პროვოკაციაზე, იმიტომ რომ ვერ ახერხებს უკრაინაში გამარჯვებას, ფრონტიდან ვერ იძვრის, რაღაცა სცენებს, შოუებს დგავენ, პუტინი თითქოს იბარებს გერასიმოვისგან ანგარიშს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ის კონსტანტინოვკაც კი, რომელიც გამოაცხადეს, რომ თითქოს აღებულია, ზელენსკიმ შეთავაზა, რომ წავიდე და შევხვდეთ კონსტანტინოვკაში, იმიტომ რომ სრული კონტროლის ქვეშ არის, მძიმე ბრძოლები მიდის, მაგრამ სრულიად დეზინფორმაცია და ტყუილია, სიყალბია ის, რომ მე რამდენიმეჯერ გამოაცხადეს უკვე, რომ კონსტანტინოვკა თითქოს დაიპყრო რუსეთმა. აი ამ სცენარის გათვალისწინებით დასაშვებია თუ არა, უშვებ თუ არა, რომ პოლონეთი კიდე ბევრად უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე ბალტიის ქვეყნები. უშვებ რომ ამ პროვოკაციაზე წავიდეს ასეთი ესე ვთქვათ თავგანწირული ნაბიჯი გადადგას, იმიტომ რომ ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩემი აზრით რუსეთს, მაგრამ ეს შეიძლება დიდ ომში გადაითარგმნოს, ძალიან დიდ ომში გადაითარგმნოს, რომელიც შეიძლება აპოკალიფტური სცენარითაც კი განვითარდეს. ამ საკითხზე საუბრისას ერთი თავისებურება უნდა გავითვალისწინოთ. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ
დასავლეთი მასთან კონფრონტაციაში შესვლას მაქსიმალურად აერიდება და მაქსიმალურად თავს მოარიდებს. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა, ეს გამოცადა კიდევაც და რუსეთმა პუტინს კარგად ესმის, რომ მას აქვს დიდი ზღვარი სათამაშოდ ამ ზღვარზე ომისა და მშვიდობის შორის. და კიდე ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, რუსულ პროპაგანდას თუ დავაკვირდებით, ომის დაწყების პირველივე დღიდან რუსული პროპაგანდა ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთი ებრძვის ნატოს და არა უკრაინას. დიახ, გუშინ პესკოვმა უკვე თუ არ ვცდები გუშინ უკვე თქვა, რომ ეს არ არის თავიდან იყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ახლა ეს უკვე გახდა ომი, გარდაიქმნა ომად, იმიტომ რომ არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან მიდის ეს ბრძოლა. ამიტომ ნებისმიერი პროვოკაცია თუ ინციდენტი, რომელიც იმას დაადასტურებს, რომ რუსეთი ებრძვის ნატოს და არა მხოლოდ უკრაინას, დიახ. მათთვის ხელსაყრელი იქნება. კი, უბრალოდ აქეთ ჩაკითხვა მინდა, რომ მასშტაბი ეს ინციდენტები ნატოს და რუსეთს შორის მუდმივად იყო. მაგრამ აი მაგალითად ასეთი ტიპის რო სულაკის დერეფანი, რომელიც აკავშირებს და ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ლიეტუვასთან დაკავშირებით, იქ არის კალინინგრადის ოლქი, რომლის დასაცავადაც შეიძლება ნაბიჯები გადადგას უფრო მეტი ვიდრე ინციდენტი, რომ დრონი შეფრინდეს. ამ ტიპის რისკზე წავა პუტინი. მე მგონია, რომ საერთო წარუმატებლობის გადასაფარად იდეალური ვარიანტია რაღაც ტიპის ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს პუტინს, რომ თავის აუდიტორიას დაარწმუნოს, რომ მას ომი აქვს არა უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან. ეს შეიძლება იყოს დრონების შეფრენა, შეიძლება იყოს რაღაც ტრანსსასაზღვრო ინციდენტი, შეიძლება იყოს არა დრონები, არამედ თვითმფრინავებთან დაკავშირებული ინციდენტი. ახლა ადამიანის სიცოცხლე, როგორც ვიცით, რუსულ ჯარში არაფრად ღირს და პოლიტიკურ establishment-ში. ერთი ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, მაგალითად, რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მშვენიერი პრეტექსტია იმისთვის, რომ აი ხო ხედავთ ჩვენ ომი გვაქვს ნატოსთან და არა უკრაინასთან. ამიტომ იქ ბევრი კი, არეალი დიდია, არჩევანი შეიძლება იყოს. რამდენად მიიღებს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უბრალოდ პუტინი და ამ რისკზე წავა. ბოლოს შეკითხვა უნდა დაგისვათ, თორნიკე, უკრაინას რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ამ სამიტიდან, მას როგორც აღნიშნეთ, ჭირდება ეს დაუყოვნებლივ ეს პატრიოტის ტიპის რაკეტები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ის ხვდება დონალდ ტრამპს. რიტორიკა ამჟამინდელი ამერიკის ადმინისტრაციის შეცვლილია. ჩვენ ნახეთ, რომ JD Vance ამბობს, რომ რუსეთი ახლა წამგებიან პოზიციაშია, იმიტომ რომ უკრაინა კარგად იცავს თავს და ეს სწორია და კარგია. რა შეიძლება მივიღოთ სიახლეთ ამ სამიტიდან უკრაინასთან დაკავშირებით? ანუ უკრაინასთან მიმართებაში ამ სამიტზე რაღაც მნიშვნელოვან გარღვევას არ უნდა ველოდოთ. მთავარი თემა იქნება უკრაინის თავდაცვის სექტორის ფინანსური ხარდაჭერის ინსტიტუციონალიზაცია, რაც შეიძლება მყარად. მოგეხსენებათ ტრამპის მოსვლის მერე ამერიკული დახმარების თემა გახდა ვაჭრობის საგანი ამერიკული ადმინისტრაციის ხელში და ეს თემა მუდმივად წინ და უკან მოძრაობს, ხან პროგრესირებს, ხან ჩერდება, ხან უკან მიდის. ევროპელი მოკავშირეება აირჩიეს და სხვათა შორის ამერიკა ამას დათანხმდა და ამ კუთხით გადაიდგა ნაბიჯები, არჩეული იქნა გზა, როდესაც ევროპული ფულით ხდება ამერიკული ტექნოლოგიების და აღჭურვილობის შესყიდვა. ამ გზამ გაამართლა, ამითი კმაყოფილია აშშ-ც, კმაყოფილია უკრაინაც. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქნება გადაწყვეტილებები, რომ ეს ეგრეთ წოდებული ჯაჭვი, როდესაც ევროპელები იხდიან ფულს და ამერიკელები აწარმოებენ ამას და შემდგომ აწვდიან უკრაინას, ეს მიმართულება გაგრძელდება. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ
მრავალწლიანი დახმარების პროგრამის ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს, ანუ ნატო კიდევ ერთხელ აიღებს ვალდებულებას, რომ მიუხედავად იმისა, როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური გარემო, ის გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდაჭერას 40 მილიარდზეა საუბარი. ამ წელს, მომავალ წელს ამბობენ, რომ ეს თანხა ბევრად გაიზრდება, გაისმა 70 მილიონზეც არის საუბარი, მილიარდზე მაპატიეთ. საუბარი შესაბამისად აი ეს იქნება უკრაინასთან მიმართებაში მთავარი შედეგი ამ სამიტისა, ჩემი აზრით, რომ უკრაინა მიიღებს ძალიან ცალსახა დაპირებას, რომ მომდევნო წლების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირება არ ეხება ომის დამთავრებას ან არ დამთავრებას. ანუ ომი იქნება თუ არ იქნება, ეს დახმარება უკრაინისადმი გაგრძელდება. ამის მიზანი არის, რომ უკრაინას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა მშვიდობიანობის პერიოდში. და თავდაცვის ინდუსტრიის ნაწილში უკრაინის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება სფერო, სადაც უკრაინა გასცემს უკვე თავის ექსპერტიზას და დახმარებას. იქეთ თავდაცვის ინდუსტრიის თვალსაზრისით დღეს უკრაინა ევროპას აწვდის თანამედროვე ტექნოლოგიებს. და ამ კუთხით თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა ევროპელებს გაუზიარებს მის ხელთ არსებულ უნიშნელოვანეს გამოცდილებას, რომელიც ამ წლების განმავლობაში. დიდი მადლობა თორნიკე, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო. მიმოხილვა შემოგთავაზებს რა ხდება სამზარეულოში და რა მოხდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმნიშვნელოვანეს სამიტზე. მე მადლობას ვუხდი თორნიკე ფარულავას, ჩვენს დღევანდელ სტუმარს. გემშვიდობებით და ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს მომავალ ორშაბათამდე. მადლობა.